Banda თიმაზე 10 ჯერ მეც ავიღებთ, ეს გავიგეთ ირაკლი რუხაძისგან, Hanwell Partners-ის მფლობელისგან, რომელმაც კაცმანის პოდკასტში ისაუბრა მის გეგმებზე და იმ ტრანზაქციებზე, რომელიც შესრულდა. განსაკუთრებით საინტერესო ბუნებრივია სწორედ Liberty ბანკის გაყიდვის საკითხი იყო და როგორ შედგა ეს გარიგება. ირაკლი რუხაძე ამტკიცებს, რომ მისი როგორც ბიზნესმენის მთავარი мотивация იყო სწორედ ბიზნეს გარიგება და მოგება, რომელიც მან მიიღო Liberty ბანკის გაყიდვით და ბაზის ბანკზე მიყიდვით და თავიდანვე იყო ასეთი გათვლა რუხაძის მტკიცებით, მას და მის ბიზნეს ჯგუფს აქვს ასეთი გეგმა, ბიზნეს ყიდულობს იმ შემთხვევაში, თუ ან 50 მილიონიან მოგებაზეა გასული, ან ამ მოგების მოლოდინი არსებობს, Liberty ბანკმა ეს მოგება მიიღო და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდა მისთვის Liberty ბანკის გასხვისება, წმინდა მოგება 50 მილიონი დოლარის ოდენობით მიღებული იყო და ამის შემდეგ უკვე ბაზის ბანკზე გაყიდა ირაკლი რუხაძემ Liberty ბანკი, მას არ უსაუბრია ამ ნაწილში და კონტექსტში რა როლი ჰქონდა რუხაძისთვის მოსალოდნელ სანქციებს. საინტერესო იყო რამდენიმე დეტალი. როგორც ჩანს, გეგმა იყო არა ბაზის ბანკისთვის მიყიდვა, არამედ სხვა უფრო დიდი მოთამაშისთვის, ამისთვის ირაკლი რუხაძეს როგორც გაირკვა დაქირავებული ჰყავდა ავსტრიული საინვესტიციო ბანკი Raiffeisen-ი, თუმცა ბანკმა ვერ შეძლო Liberty-ის გაყიდვა ისეთ ფასად, როგორც ირაკლი რუხაძეს სურდა. რუხაძე ამბობს, რომ გეგმა დასავლეთ ევროპულ ბანკზე Liberty ბანკის გაყიდვის ჩაიშალა პოლიტიკური ვითარების გამო და სწორედ პოლიტიკური ფაქტები გახდა მთავარი განმაპირობებელი. იმ პირობებში, როდესაც ქართული ოცნება მუდმივად იმეორებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაფერი კარგადაა, ირაკლი რუხაძისგან მოვისმინეთ აღიარებაც იმ ნაწილში, რომ რეალურად ქვეყანაში არც დასავლური, არც ჩინური და არანაირი უცხოური კაპიტალი და ინვესტიცია უკვე დიდი ხანია, რაც აღარ შემოდის. ყიდულობთ კომპანიებს, რაღაცა დრო ვაჩერებთ და რაღაცა დროის შემდეგ ეს ამ კომპანიებს ყიდით. სულ კომპანიებს ყიდულობთ, საქართველოში ეს ნიშნავს 50 მილიონ დოლარს მინდა მოგებას ან მეც, ანუ და უკვე ქონდეს კომპანიას. კრიტერიუმია ყიდვის ვიყიდეთ 8 წლის წინ და ეხლა რო შეხედო რა ფასად გამოვედით, ქეში რო აიღო და ახლობთ 10 ჯერ გავზარდეთ ღირებულება, ანუ რაც დავაბანდეს 10 იმდენს ავიღებთ. რაღაც ბოლომდე არა გვაქვს აღება ცოტა ესეთი გარიგება ნაწილ ვიღებთ თანხას, მაგრამ როცა ავიღებთ თანხას და ავიღებთ რა თქმა უნდა, იქნება დაახლოებით 10 ჯერ მეტი 8 წლის განმავლობაში ესეთი ვიდრე ჩავდეთ. ბაზის ბანკი არ იყო პირველი ჩვენი ვარიანტი, ყველა საუკეთესო ვარიანტი იყო დიდი დასავლური ბანკი, დასავლეთ ევროპის, რომელიც რამდენჯერმე ბევრჯერ უფრო დიდია, ვიდრე ყველა მთელი საბანკო სისტემა საქართველოს და ძალიან აინტერესებდათ Liberty-ს. ძალიან საინტერესო გარიგება იქნებოდა და მე მგონია საქართველოს საბანკო სისტემისთვის ძალიან საინტერესო გარიგება იქნებოდა და ჩაიშალა იმიტომ, რომ აქ დაიწყო ეს პოლიტიკური გამოსვლები. და ფაქტობრივად თითქმის მიწერეს, აქ ჩამოხვიდეთ სუდია რაღაცა და მაგრამ გარეთ ისეთი სურათი გადიოდა, რომელმაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ამ ბანკის ნორმალურად გაყიდვა და ამიტომ მოგვიწია ლაპარაკი მაინც საქართველოს უკვე ვინც იყო ისეთ ბანკთან. კიდევ რო გადის ისტორიები, რომ ამერიკელებს აგდებენ, გერმანელი გააგდეს, რა ქვია, მალტოჩინელებს აძლევენ, ამით ყველას გიგდებენ ღირებულებას. აბსოლუტურად ტყუილია სხვა შეიძლება გერმანელი არ გაუგდია და ჩინური ფული არ შემოსულა საქართველოს 2012 წლის შემდეგ. იმიტომ რომ გაურკვეველი ქვეყანაა, ბავშვებს ამლავთ ქუჩაში და რაღაცა სიგიჟეები, რომლის გამო მე კი არ დამართხა მარტო. გარეფული საერთოდ არ შემოდის, არც ჩინური, არც რუსული, არც ამერიკული, არც ჰოლანდიური, არც ინგლისური. 86% არის ჩვენი ფული. და ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და ბევრი ფული არ აქვს. ირაკლი რუხაძე საუბრობს ბიზნეს მოდელზე, რომელიც გააჩნია Liberty ბანკს და რატომ გახდა ის საინტერესო ჩინური ბაზის ბანკისთვის. ეს არის სწორედ პენსიონერების მომსახურება, რაც არის Liberty ბანკის მთავარი მიმართულება. ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ბაზის ბანკისთვის სწორედ ამ ბიზნეს მოდელის გამო გახდა საინტერესო Liberty-ის ყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით
ერთი ტიპის მოთამაშეები არიან და ტოლი ბანკები, როგორც ირაკლი რუხაძე მოიხსენიებს, ბაზის ბანკი და ლიბერთი ბანკი, პენსიონერების საკითხი როგორც ჩანს იყო გადამწყვეტი. ჩვენ უფრო მომგებიანები ვართ, თქვა ირაკლი რუხაძემ საშა კაცმანის პოდკასტში. მსახურებით პენსიონერებს ეს ხოლმე ძალიან ძვირი სიამონებაა. როცა პენსიონერების ტენდერი გამოაცხეს, 10 ბანკმა არ მიიღო მონაწილეობა ლიბერთის გარდა. მაგ თემას აუცილებლად დავუბრუნდეთ. ხო და ამიტომ ლიბერთის აქვს ასეულობით ფილიალი. და ესაა ლიბერთის ბიზნეს მოდელი. და ლიბერთის ბიზნეს მოდელის გამოიყიდა ბაზის ბანკმა, იმიტომ რომ ის ძალიან საინტერესოა ჩვენ გვაქვს და ჩვენ მომგებიანები ვართ ვიდრე ბაზის ბანკი, თუმცა 8 წლის განმავლობაში რასაც მივახციეთ არის რომ პორტფელში იმ აქვეა თვითონ საპენსიო სესხების წილი არის 10% და მოგებაშიც დაახლოებით მაგდენივეა. ანუ ყველაფერი დანარჩენია ეს სხვა, რომელიც იმას არ ქონდა. თუ ბანკი აკეთებდა მხოლოდ იმას, რომ მაღალ პროცენტიან სესხს გასცემდა ორ სხვადასხვა კატეგორიას, მხოლოდ პენსიონერებს და ყველა დანარჩენს, ჩვენ ერთი საერთოდ არ გვაქვს და მეორე ჩამოვიყვანეთ 10%-ამდე და ყველაფერი დანარჩენზე დავწერეთ ფული ასევე. ირაკლი რუხაძისგან ახალი გავიგეთ ისიც, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბაზის ბანკსა და ლიბერთი ბანკს შორის მოლაპარაკებები, თუმცა ეროვნული ბანკის მხრიდან არსებობდა კატეგორიული წინააღმდეგობა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, რა შეიცვალა ამ პერიოდში, როდესაც უკვე თანხმობა შედგა და ბაზის ბანკმა მოახერხა ლიბერთი ბანკის შეძენა, ეს არის საინტერესო. ირაკლი რუხაძე ბრიტანეთის მიერ სანქცირებული იმედის ყოფილი მფლობელი საუბრობს იმედის საკითხზეც, ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ არ გაყიდდა ტელეკომპანია იმედს, შესაძლოა მისი დახურვის საკითხი და მდგარიყო.